გამარჯობა. დღეს მე და მიშა ვისაუბრებთ სოციალური ქსელების პირობებში გამოვლენილ კულტურაზე, ზოგადად ხელოვნებაზე და ვისაუბრებთ იმ საკითხზე, თუ რა გავლენას ახდენს ზოგადად კულტურაზე. აშკარაა, რომ სოციალური ქსელი ძალიან დომინანტური ფენომენია თანამედროვე საზოგადოებაში და ისიც აშკარაა, რომ აბსოლუტურად ყველა სფერო მოიცვა, ანუ მთლიანად კულტურაზე იქონია უკვე გავლენა და აქედან გამომდინარე ხელოვნებასაც შეეხოს და დღეს შევეცდებით ესე ვთქვათ განვიხილოთ ზოგადად რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, თუ კი ვდგავართ საერთოდ პრობლემების წინაშე, მაგაზეც ვისაუბრებთ და ასე ვთქვათ ამ თემას შევეხებით. მიშა, ძალიან საინტერესოა ზოგადად ეს თემა მე ჩემთვის რა და მე მგონი არ ჩვენ ხარ გუგლი ამასთან მიმართებაში. ჩვენ გვისაუბრია ბევრი ამ საკითხზე და ამ ფენომენზე ზოგადად და ძალიან საინტერესოა ჩვენთვის ეს რაღაცა ისეთი გახდა ზოგადად ანუ თანამედროვე ადამიანისთვის რა ეს სოციალური ქსელები ზოგადად რომ თითქოს ამით ვიწყებთ ცხოვრებას და ამით ვამთავრებთ დღის ნაწილს რა. ხო და აი იმდენად ასე ვთქვათ ის გახდა დომინანტური რომ მასზე უშუალოდ თითქოს მასზე აღარც ფიქრობს არავინ რა. როგორც ფენომენზე, როგორც შესაძლებლობაზე, ან თქვათ როგორც რაღაც მარწუხებზე, არ ვიცი, აი ვისაუბროთ და ნელა გაიგევა ალბათ ეს შესაძლებლობა უფროა, მარწუხები უფროა თუ ორივე ერთად არის თუ იმას აქვს მნიშვნელობა ადამიანი როგორ მიუდგება ამ საკითხს და აი შენი დამოკიდებულება როგორია, საერთოდ როგორ აღიქვა აი ამაზე რომ ვისაუბროთ და საერთოდ მე არა მარტო შენ და მე ზოგადად თუ გაირჩევა, რაც უფრო მეტი, ასე ვთქვათ, დაკვირვება იქნება ამ საკითხზე, მე მგონი უკეთესია ყველასთვის. გეთანხმები. ზოგადად სოციალურმა ქსელებმა რო შეცვალა ცხოვრება, ამაზე საკამათო არაფერი არ არის და ძალიან ბევრი საუბრები ვარ ამასთან დაკავშირებით ზოგადად, ეგეც ვიცით და ჩვენ ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მეტად იმ მიმართულებით უნდა შევხედოთ ხელოვნების თვალსაზრისით რა გავლენას ახდენს ზოგადადაც შეიძლება საუბარი მაგრამ აი რასაც სოციალური ქსელები ზოგადად ადამიანს უკეთებს მარტივად ვთქვათ ხო როგორ სადაც ცვლის ეს უკვე რა გავლენას ახდენს ხელოვნებაზე ამ მიმართულებით მე მგონი ნაკლებად არის საუბარი და ამ მიმართულებას თუ განვიხილავთ მე მგონი ეს იქნება საინტერესო და ალბათ იმით შეიძლება დავიწყოთ რომ ჩემი დაკვირვებით სოციალური ქსელები მიუხედავად იმისა რომ თითქოს უფრო სოციალურს უნდა ხდიდეს ადამიანს პირიქით ახდენს უფრო ასოციალურს ხდის და თან ამავე დროს ეგოიზმის მომენტი ძალიან ძაფრდება ანუ რას გულისხმობ ახლა ამაში სოციალური ქსელების გავლენით ყალიბდება ხატი ადამიანის რომელიც თითქოს რაღაცა იდეალური როგორია მაგას გვასწავლის და ბევრი მიმართულებით ეს ჯანმრთელობის მიმართულებით, ქცევების მიმართულებით, ჩაცმულობის, ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით მათ შორის რაღაცა წვრილ მანევზეც კი და ისეთ საკითხებზე რაც ყველა საინტერესებს ხო თავისთავად გავსებულია და ყველა ისე ცდილობს თითქოს თვითონ ყველაფერი კარგად იცის და
რაღაცა გამრავლდნენ უამრავი რაღაცების სპეციალისტები, რომ რაღაცა ეგრეთ წოდებული კოუჩები და ასე შემდეგ. და აი ის საკითხი თუ რანაირად ეხება ეს ხელოვნებას, ამაზე მე მგონი დავეცადოთ ჩაუხმაუდეთ და ამ გადაცემაში შევეცადოთ ეს განვიხილოთ. და აი შენ ვიცი რომ აკვირდები უშუალოდ ხატრები, მოქანდაკეები სოციალურ ქსელში როგორ აჩენენ თავის თავს, ანუ როგორ წარდგებიან პირდაპირ მაყურებლის წინაშე. და საინტერესო შენი დაკვირვება ამასთან დაკავშირებით და მე განვიხილოთ ამის ასე ვთქვათ ფაქტორები, შეიძლება ფსიქოლოგიური ფაქტორებსაც შევეხოთ. იმიტომ რომ აქვს ფსიქოლოგიური ფაქტორები საშკარად აქვს. იცი რა არის, აი ზოგადიდან რომ დავიწყოთ, ანუ კულტურის ფენომენიდან რომ დავიწყოთ, რა კულტურა უფრო ფართე ფენომენია, ვიდრე მაგალითად კულტურაში შედის ასევე მაგალითად გამოსახულობით ხელოვნებაც. პირველ რიგში შეიძლება აღნიშნოთ ის ფაქტორი, რომ აი რაც აშკარად თვალშისაცემია რა. და საინტერესო ფენომენი გახდა, ეს არის საკუთარი თავის, საკუთარი პირველ რიგში, საკუთარი ვიზუალის მიმართ იმის დაკარგვა, რაღაცა უხერხულობის დაკარგვა რა. ადამიანებს დაეკარგათ, რაც ჰქონდათ სინამდვილეში მთელი საუკუნეების მანძილზე. საკუთარი ეს თქვა ვიზუალური მხარის რაღაცა მიუღებლობა, ეს ძალიან გავრცელებული ფორმა იყო რა და თითქოს აი ამ რაც შენ თქვი რომ სოციალურ მაქსელმა თითქოს უფრო სოციალური უნდა გაიხადა ადამიანი და პირიქით მოხდა. აქაც იგივე შეიძლება ითქვას რომ აი ამ წვდომა, ეს ხო წვდომაა რა, რაღაც ფაქტობრივად, რაღაც ერთმანეთის მიმართ, ამ წვდომამ პირიქით მოხსნა საერთოდ ეს რაღაც დაძაბულობა, ეს გაუცხოება და პირიქით რა, ძალიან კარგ ტონად ითვლება საკუთარი თავის გამოჩენა სოციალურ ქსელში. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ ქართული სოციალური მედია, ზოგადად მედიები არის განსხვავებული. მე ძირითადად რასაც ვაკვირდები, ანუ სხვადასხვა ძირითადად მხატვრები მყავს, მეგობრები სხვადასხვა ქვეყნებიდან სოციალურ ქსელში და ვაკვირდები ისინი სულ სხვანაირად იქცევიან, განსხვავებული ქცევა აქვთ რა. და მათი ქცევა ძირითადად ერთმანეთს უფრო გააქვს ერთმანეთის, ზოგი რომელი ქვეყნიდან არის, ზოგი რომელი ქვეყნიდან და ჩვენი ქართული მომხმარებელი სხვანაირია. უფრო მეტად ასე ვთქვათ პერსონალიზაციას უსვავს ხაზს. არ ვიცი ეს რა ფენომენია, რატო ხდება საქართველოში. ასე რატოა, მაგრამ ფაქტია რომ ასეა. სხვა ძირითადად სხვა მომხმარებლები, სხვა ქვეყნის, აი განსაკუთრებით აი უფრო ევროპელი მომხმარებლები იყენებენ რანაირად, იცი, პროფესიულად. ანუ თუ არის მაგალითად ჟურნალისტი, ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა, თუ არის ფერმწერი თავის ნახატებს ფენს, თუ მოქანდაკეა ქანდაკებას, თუ მოცეკვავეა რაღაც თავის მოკლე ვიდეოებს დებს ცეკვის და მომღერალია მომღერის და ასე შემდეგ. მაგრამ აი ძალიან იშვიათია და ასევე ის დაემატა ეხა მოგზაურობა, არსებობენ ტიპები, რომლებიც მოგზაურობენ და სხვადასხვა საინტერესო ადგილებზე რაღაცა ფოტოებს იღებენ. ესეც რაღაცა ფორმაში არის მოქცეული რა, მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია სინამდვილეში, რატო უჩნდება ადამიანს სელფი დადოს, მაგალითად ლიფტში, როდესაც ადის, ან ჩადის, რა ვიცი და უცებ ტყაპ გადაიღო. სელფი და სოციალურ ქსელზე დადო რა. ხო, ასეთი რა თქმა უნდა ყველგან ხდება, მაგრამ ჩვენი სივრცე მე მგონი ამით გამორჩეულია, რომ ესეთი რაღაც, ან მაგალითად რესტორანში, სადაც კაფეში ზის და უცებ სელფის გადაიღებს. რაღაცა ესთეტურ მხარეს ნაკლებად ექცევა ყურადღება, რა შეიძლება ნაჭამი რაღაცეები ჩანდეს იმ თეფშებზე, რაღაცებზე. მაგრამ ესე რაღაცნაირად ხშირია ასეთი რაღაცა. რაც შეეხება უშუალოდ ხელოვნების, აი
ასე ვთქვათ, გავლენას ხელოვნებაზე, სოციალური ქსელების გავლენას. მე ვიტყოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ აი ხა ჩვენ ვიდეოს ვიწერთ YouTube-იც ერთ-ერთი სოციალური ქსელის ნაწილია და უნდა ავტვირთოთ ეს ვიდეო და სოციალურ ქსელს ვიყენებთ ჩვენს, უნდა ითქვას, რომ საერთოდ კარგ გავლენას ჩემი აზრით ვერ ახდენს. იმიტომ რომ ამაზე ჩვენ ნაწილობრივ წინა საუბრებში, წინა გადაცემებში ვისაუბრეთ ამ საკითხზე და პრობლემა რა არის? პრობლემა არის რეალურად ის, რომ ასე ვთქვათ, მომხმარებელი, ან დამკვეთი თუ შეიძლება ასე ითქვას რა, დამკვეთი ადრე თუ იყო რაღაცა ძალიან სპეციფიკური ჯგუფი, რომელსაც შესაბამისი განათლებაც ჰქონდა, შესაბამისი ცოდნა ჰქონდა და შესაბამისი ჰქონდა აბსოლუტურად ყველაფერი იმისათვის, რომ ხელოვნების ასე ვთქვათ, რაღაცა კრიტერიუმები სცოდნოდა და მე შესაბამისი აი იმ ცოდნიდან გამომდინარე რაღაც შესაბამისი მოთხოვნა ადეკვატური მოთხოვნა ჰქონოდა ხელოვნებისადმი და დღეს ეგეთი რაღაცა ფაქტობრივად მინელდა ძალიან რა თუ სულად თუ არ გაქრა ძალიან შემცირდა რა და აბსოლუტურად გახდა როგორი რეალობა იცი აი ეს ბაზარი რაც არის ხო ამ ბაზრის დამკვეთი და ასე თქვა თავარი მოთამაშე გახდა სოციალური ქსელის მეშვეობითაც ისედაც ხო ეგრეა, მაგრამ აი სოციალური ქსელის მეშვეობითაც გახდა ის მომხმარებელი მყიდველი ასე თქვა, რომელიც სინამდვილეში ნაკლებად ერკვევა ამ საკითხში. ნაკლებად ამ თემას ვეხებოდით გადაცემაში, როდესაც მას კულტურაზე. კი, აი ვეხმიანებით იმ ნაწილს, მას კულტურაზე როცა საუბრობდით და ხო ეს მასების დომინირება შესაძლებელი გახდა სოციალური ქსელებით რა. ანუ თუ კი ადრე აი რომ ცოტა უკანოდ გადავიდეთ აი როდესაც ტელევიზიები იყო და დომინანტური და სატელევიზიო და უფრო ადრე ბეჭდვითი და რაღაცა მაშინ მასობრივი ნაწილი ანუ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი მხოლოდ მაყურებლის როლში იყო და მხოლოდ იმის ისეთ როლში იყო რომ აი ამ რასაც თავაზობდა ასე ვთქვათ ცენზურა გავლილი ინფორმაციას იღებდა რა მათ შორის ხელოვნებაში. ამ შემთხვევაში უკვე გავიდა ფაქტობრივად პირდაპირ კონტაქტზე ყველასთან. კი. და თუ კი მაგალითად ისეთი, ხო, აბსოლუტურად რა. და თუ კი მაგალითად ისეთი სოციალური ქსელები, რომლებსაც ჯერ კიდევ რაღაც ცენზურა აქვს, მაგალითად სიშიშვლეზე, მაგალითად ძალადობაზე და კიდე რაღაც ეს თემაზე რა. ხო არის რაღაც ცენზურა არსებობს რა, მაგრამ არის ისეთ სოციალური ქსელებიც ინტერნეტში, რომლებსაც ეგენი არ აქვს. აბსოლუტურად თავისუფალია და არ არის ძნელი იმაზე ხელი, ანუ წვდომა რა. იგიძლია, შეუძლია ნებისმიერ ადამიანს იმითაც ისარგებლოს. ანუ ფაქტობრივად არანაირი ეს საჯული ამის და ასე ვთქვათ, ცენზური აღარ არსებობს რა. და ამან კარგი საქმე არ გაუკეთა და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ არის აი ეგ და დამაზიანებელი რა. ეგ დამაზიანებელი პირველ რიგში იმიტომ არის, რომ საერთოდ რაღაცა სპეციფიკაში რომ შედიხარ სიღრმეში. მერე ჩნდება ისეთი ფაქტორები, რომელიც გარედან აბსოლუტურად არ ჩანს. შეუძლებელია რა, შეუიარაღებელი თვალით ის ფაქტორები არ ჩანს და მერე აი ამ პროცესში რომ შედიხარ, მერე იკვეთება, რომ რაღაცა უფრო მეტად არის დადებითი, რაღაცა არის უარყოფითი და ხშირ შემთხვევაში აი ბეწვისყიდზე უნდა გაიაროს რა. ავტორმა ამ შემთხვევაში ხელოვანმა. და აი ამ ფენომენს აბსოლუტურად უგულებელ ყოფს, როდესაც მასობრივი ხდება ხელოვნება რა და აი სოციალური ქსელები ამას ფაქტობრივად სპობენ და ალბათ ყველას ექნება ნანახი, უკვე აი ხელოვნური ინტელექტით დაგენერირებული რაღაც აბსურდები, იმიტომ რომ აბსურდებს ისე ხატოვნად არ ვიზახი რა, მართლა აბსურდები. იმიტომ რომ რაღაცა ვიწრო ესეთი ხე არის და მე ამ ძალიან განიერი რელიეფია მაგალითად, ან რაღაც. რო შეუძლებელია რომ ეგ არსებობდეს, მაგრამ კომენტარები აქვს ძალიან ბევრი, ლაიქები აქვს ძალიან, ანუ აქტიურია ეს რა.
რაცა ლოცავს ამის მარჯვენას ვინც ეს გათალა და არის რაღაც ქვევით ტაშფანდური რა კომენტარებში და ძალიან ისაა და ეს ახლა რეალურად ახლა სასაცილოა ხო უცებ რომ ნახავ რაღაცა გეღიმება გეცინება რაღაცა ისეთი მდგომარეობა მაგრამ არ არის თქვა ამას უყვალოდ ეს არ ჩაუღია ამას რა იმიტომ რომ ეს რაღაც დონეზე რომ მანდი ხარშება მაგ სიბტყეზე მე ადის ზევით და მთლიანად მოიცავს რა აი ამ ფენომენს რა როცა იქნება გაივსება ეს მთლიანად და ძალიან მცირედი სეგმენტი დარჩება სერიოზული ხელოვნებისთვის რა ой შენ რო ამბობდი ჩვენთან რაღაც განსაკუთრებული სახე მიიღო კი ალბათ იმიტომ რომ ზოგადად ქართველი ჩემი შეხედულებით უფრო ძლიერი მეს მატარებელია და აქედან გამომდინარე მისი ეს შინაგანი სიძლიერე შეიძლება შემთხვევაში გამოვიყენოთ და ვთქვათ გამოვლინდება ცუდი ფორმით ანუ ეგოიზმის და ამპარტავნებაში გადაზრდის მეტი საფრთხე არსებობს კი, შეიძლება ეგ არის. ხო, ალბათ ეგ არის, მაგრამ მაგას ერთი რაღაცა ვაჟნი ერთი კითხვა რჩება რა, მანდ რომ კი ბატონო, მან მაშინ ცუდი არაფერი არ არის, მაგრამ რაღაცა მოთხოვნა უნდა გაგეზარდო საკუთარი თავის მიმართ მაშინ რა, რომ კი ბატონო, გქონდეს ეგო, მაგრამ რაღაცა ფორმა ხო უნდა მოუძებნო ამასა რა. სხვა შორის აი ხელოვანი ხალხი ხო მაგით ხო ცნობილია ყოველთავად რომ ეგო ძალიან აქტიურია ხელოვანს რა და მაგიტომაც გახდა ხელოვანი რომ აქტიურია. იმიტომ რომ მე ვისაც აქტიური აქვს ის ცდილობს რომ რაღაცნაირად გამოჩნდეს რაღაც აი ბალზაკმა იმას მიაწერა რა ქვია ნაპოლეონის ბიუსტი ედო რა სადაც მუშაობდა და წერდა და იმდენად შეპყრობილი ტიპი იყო რომ იმ ბიუსტს მიაწერა ქვევით რომ რაც ჩვენ ვერ გააკეთე ხმლით მე გავაკეთებ კალმით. და მართლაც მე გააკეთა. ხო ეს არ უნდა ანერი ეგო ქონდა და კი ბატონო გქონდეს, მაგრამ ხო შეიძლება ხინკლის ჭამით არ შემოიფარგლო მარტო. მაგრამ აი საქმეც მაგაშია, პრობლემას ქმნის ერთი რაღაცა, რომ რეალიზებას თუ ადამიანი ახდენს არასწორი ფორმით, ანუ როდესაც სოციალურ რეალიზებას ახდენს ეს ადამიანს სიამოვნებას გვრის, იმიტომ რომ თავის ჭიას ახარებს, მარტივად რომ თქვი. ანუ თავისი შინაგანი სურვილები კმაყოფილდება სოციუმის პასუხით. როდესაც ადრე იმისთვის რომ შენ ეს შინაგანი მეს მოთხოვნილება რეალიზების დაგეკმაყოფილებინა უფრო ისეთი ფორმები უნდა მოგეძებნა, რაც მართლა რაღაცა ღირებული იყო, მაშინ აი ბალზაკი რასაც აკეთებდა, ეგ უნდა გაგეკეთებინა. და ახლა მარტივ გზებს ეძებს ადამიანი, იმიტომ რომ მით უმეტეს ქართველი, რომელსაც ყველას შინაგანი მოთხოვნილება აქვს ამ რეალიზების, ხო? იმიტომ რომ მარტო იმით რო შეაფასო რამდენი პოეტი იყო და არის საქართველოში და რამდენი ლექსი დაწერილ, მე მგონი მთელ სოფლიოში არ დაწერილა იმდენი ლექსი, რამდენიც საქართველოში დაწერილა. კი, არის, ეგ არსებობს. ხელოვნების მიმართულებით, როდესაც სხვა პერიოდში რაღაც სხვა გზები იყო რეალიზების, ძალიან ბევრი ხატვარი ყავდა, ძალიან ბევრი მოქანდაკე და ვიღაცებმა დიდ სიმაღლეებს მიაღწიეს. ანუ ეს ენერგია უფრო სწორი მიმართულებით წავიდა, ვიდრე ახლა მიდის. მაგალითად ახლა მიდის. კი, აბსოლუტურად. ამის თქმა მინდა. და ეს რაღაცა იმამდე ჩიხამდე მიიყვანს მე მგონი ამ მდგომარეობას და ამიტომ აი რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, ვისაც მართლა ხელოვნებით, ანუ მაღალი ღირებულებებით უნდა რეალიზება და
რთულია შეხვიდე კონკურენციაში ისეთ მოვლენასთან, რაც ეს პაპსაქვია. ფაქტობრივად სოციალური ქსელები არის რაღაც პაპსა კულტურა. კი ბატონო. იმიტომ რომ ახლა აი მუსიკის მაგალითი რა ვიხოთ. ხო უჭირს კლასიკურ მუსიკას კონკურენციაში შევიდეს პოპ მუსიკასთან. და რატომ? ანუ სინამდვილეში ვიღაცა პოპ მუსიკას რო უსმენს, ისიც კი თანხდება, რომ ეს მაღალი ხელოვნება არ არის. კი. მაგრამ მაინც მაგას უსმენს. კი. ხო? და მე მგონი ამის ყველაზე ასე ვთქვათ, მძიმე ტვირთი ის იქნება, რომ ხელოვნური ინტელექტი გაუკეთებს ფაქტობრივად ყველას უკვე ეგეთი დონის მაგდონის ხელოვნებას და არა მარტო ხელოვნებას. აი მაგალითი რა ვიხოთ, რადგან სოციალურ ქსელებზე ვაპარაკობთ. ძალიან ბევრი ვიდეოები გაჩნდა ქალების, რომლებიც ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურებიან, მაგრამ სინამდვილეში არის დაგენერირებული, ანუ არ არის ნამდვილი. კი. ანუ სანამ ეს ხელოვნური ინტელექტი ამის დაგენერირებას დაიწყებდა, ვიღაცები თავიანთ სილამაზეს აფიშირებდნენ, თავიანთ იმას გარეგნობით ცდილობდნენ თავიანთი წარმატების მიღწევას. კი. ახლა ეს ფაქტორი, რომ ხელოვნური ინტელექტი ასეთ ვიდეოებს აგენერირებს რაღაცა თავისუფლად ძალიან დიდი რაოდენობით, ძალიან ბევრი ვიდეო გაჩნდა. და მე მიკვირს რა დონეზე ვერ ამჩნევენ ამას ადამიანებს. ჯერჯერობით ვერ ამჩნევენ. ნუ შეიძლება რაც უფრო დრო გავა, უფრო ნაკლებად შე. შენ ძალიან საინტერესო საკითხი შეეხე, ეს არის ფაქტობრივად აი სოციალური ქსელების ეპოქაში და პერიოდში ჩამოყალიბებული კულტურა რა, ეგ კულტურის ნაწილი, კულტურის ნაწილია. და თან აი ძალიან ისეთი აი ყოველდღიური რაღაც იმეებად იქცა რა. თან ევოლუციონირებს ეს სოციალური ქსელების კულტურა. რაღაცა პერიოდი მაგალითად გემახსოვრდა მემეები იყო ძალიან მოდაში. და ამ მემეებს სინამდვილეში ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა მოკლე ვიდეოების. კი, ფაქტობრივად ტექნოლოგიური იმას მიყვება. მე მახსოვს კიდე YouTube-ი ძალიან ძველია, მაგრამ აი Kobe ერქვა მე მგონი, ეგეთი საიტი იყო და ანუ ვიდეოები, მოკლე ვიდეოები იდებოდა და როარ გაგეჩერებინათ თავიდან მეორდებოდა. ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ smartphone-ების განვითარებამ მე ფაქტობრივად დაამთავრა, იმიტომ რომ ფორმატი იყო კომპიუტერის ეკრანზე მორგებული და ანუ smartphone-ის ასე ვთქვათ, აი smartphone-ის იმაზე რომ გადავიდა ეს Instagram-ი, YouTube-იც, აი შორტები ხო ფაქტობრივად ტელეფონის ფორმატია და არა მაგალითად რაც ისეთი ეკრანის და ხო ამან შეცვალა რა და მან საინტერესო, ძალიან საინტერესო რა არის, იცი, რაღაცა თამაშს გავს ეგ ყველაფერი, რომელიც რაღაც დონეზე სიმულაციას ახდენს იმისას, რომ ფაქტია, რომ ის ყოფილდება, რა ვინც მაგას აკეთებს, ანუ ვიღაც ქალი, ვთქვათ და იმედია ქალი და კაცი არ შვება მაგას, შეიძლება კაცი შვებოდეს. ვერც გაიგებ. არც მაგრამ მოდი თქვა, ხო, სინამდვილეში, იმიტომ რომ კი, არ არის რეალურად ნამდვილი არ არის, ხო, მაგრამ აი ნახე რა ვიზახე, თუ მაგალითად მაგას უკვე ძალიან ბევრი აკეთებს და მის მიმართ, იმ პერსონაჟის, ეს პერსონაჟია, იმ პერსონაჟის მიმართ გამოთქმული და გამოხატული ემოციები თუ ამას სიამოვნებს, ეს უკვე ფაქტობრივად არის რაღაცა აი აქამდე რო არ ყოფილა ეგეთი კულტურული ფენომენამდე ადის რა და კულტურულამდე და არა მაგალითად კულტურული ფენომენი. აი მაგალითად ძალიან მეგონება რა იცი? აი მაგალითად შენ რომ ადგები და მათხოვარს მაგალითად ფულს მიცე, რომელიც უჩაში დგას, ხო? შენ ხო ამით იმას უსმევ ხას, რომ შენ კარგი ადამიანი ხარ. თუ არა შეიძლება მართლა დაეხმარო, არ ვიცი, მაგრამ აი თქვა და დაუშვათ და იმიტომ აძლევ, რომ უბრალოდ კაი ტიპი გინდა რომ გამოჩნდა. აი თქვა
ეგ მოსაზრება, ეგ ის რა. გავრცელებული ისა, რთული გასარკვევია. ვინ როგორ შვება, მაგრამ აი თქვა ავიღოთ ეგ მომენტი, რომ მაგიტომ შვები, ვთქვათ, რომ გინდა რომ აი ტიპი გამოჩნდე, მათ შორის საკუთარ თავთან. და რეალურად შენ თუ არ ახარ ეგეთი ადამიანი, რომ მართლა დახმარების სურვილი გაქვს და ამას მაინც აკეთებ, მაშინ გამოდის, რომ აი ზუსტად მაგას იმეორებ, ანუ რაღაცა ისეთ ნიღაბს იკეთებ, რომელიც შენი არ არის, მაგრამ მაგ ნიღბის გაკეთების შემდეგ შენს მიმართულებით თუ ნეგატიური კი არა დადებითი ან პოზიტიური ენერგია, კომენტარები, განწყობები მოდის, ეს გახარებს აბსოლუტურად ამის მსგავსი გამოდის ეგეც რა, რომ მე რა რო ვთქვა, მე რაღაც ეგეთი ვიზუალი არ მაქვს, ვიღაცა ფიქრობს ალბათ, სამაგიეროდ აი რაღაცა ასე ვთქვათ, განწყობა შევქმენი მაგის რაღაცა ვიღაცას როგორ მოწონს და ამასთან მიდის რა, არ ვიცი აი ამის ჩატში მოდის ეგ ყველაფერი თუ კომენტარში თუ რაც ქვია და უფრო მე მგონი მაინც ვინც ამას დიდი რაოდენობით აკეთებს უშუალოდ ფინანსური ინტერესის გამო და ამ ფინანსური ინტერესი აი რაც ამ ეტაპზე რაც ვისაუბრეთ ჯერჯერობით არ გვიხსენებია რა გავლენას ახდენს სოციალურ ქსელებში შევეხოთ მაგას იმიტომ რომ აშკარა რომ ძალიან დიდ გავლენას ახდენს და აი მე მგონი ეგეც ზუსტად იგივე ფენომენია რომ ვინც რაღაც აი კონტენტს რასაც ეძახიან შექმნას ცდილობს და ბევრი მინახავს რომ თავიდან რაღაცას აკეთებდა თვითონ რაც აინტერესებდა მაგრამ მოწონებები მე რაღაცა ისეთი ფორმის ვიდეოები იქნება თუ რაღაცა კონტენტმა კი მე ხაჭობს ხო შემდეგ იქეთკენ იხრება და უკვე იმის გამო რომ მას უნდა შემდეგ ფულიც იშოვოს ამ თავისი ну რაც არ უნდა იყოს თავისი შემოქმედებიდან სოციალურ ქსელში ის მაქსიმალურად შემდეგ ცდილობს მოერგოს მაყურებლის დაკვეთას. კი ბატონო. და ინდა არ გინდა ეს რაღაც ცუდი ტენდენცია. საინტერესო რა არის? ალბათ ვინც მაგ საქმიანობას ეწევა, ყველას უკითხავს ხელოვნური ინტელექტისთვის აზრი, როგორ უნდა გააკეთოს ბლოგი, როგორ უნდა მართოს არხი, რამდენ კვირაში რამდენჯერ უნდა დადოს ვიდეო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა და ყოველთვის ხელოვნური ინტელექტი გთავაზობს ასეთ პასუხებს რა, მეც მიკითხავს და ვიდეოები გთავაზობს ასეთ პასუხებს, რომ ანუ მისი ამოსავალი წერტილი არ არის მაგალითად ეგეთი რაღაც, რომ ანუ იმას საერთოდ არ ითვალისწინებს შენ რაღაცა თუ გაინტერესებს და მაგიტომ აკეთებ ამას. შენ ინტერესებში დარჩეს რა. როგორ რაღაცას გეუბნება, იცი, როგორ რაღაცას გირჩევს, იცი, რომ თითქოს ეგ აპრიორი არც განიხილება, რომ შენ ეს დაიწყე რაღაც ინტერესების გამო. ანუ საკითხი გაინტერესებს. ამას საერთოდ არ ითვალისწინებს და თითქოს ეს ეგრე მაქედან გიწყებს, ასე ვთქვათ, ლაპარაკს, რომ თითქოს შენ ეს დაიწყე, იმიტომ რომ პოპულარული გინდა გახდე. და ფული გინდა იშო. და გეუბნება, რომ აი რაღაცა დამაინტრიგებელი სათაური დაარქვი, რაღაც აი ეს ეკენი, აი ის ეკენი, იმიტომ რომ აი ამაზე რამდენი ნახვა, მე შედია უწილოდ და ნახე რამდენი წუთი უყურეს და იქ მე ჩანს რომ აი საიდან გადაარდეს ან გადმორდეს ან რაღაც საქმეს და ამას გაითვალისწინე და რა სიტყვა თქვი მაგ დროს და რაღაცა და რეალურად ეს ხომ სინამდვილეში იმიტომ უნდა დაიწყოს აკაცმა რაღაცის კეთება რომ ეგ არის ფასეული თვითონ ამ რაღაცის კეთებაა ფასეული ხო ანუ ეს არის სწორი მიზანი და ეხლა მაგალითად თუ ეს რაღაცა ბიზნესად არის ჩაფიქრებული, ну რა თქმა უნდა, ეგეც შეიძლება რომ ბიზნესად იყოს ჩაფიქრებული, მაგრამ იმას ხო თავისი რაღაცნაირი ფორმა აქვს. ეხლა მაგალითად მე რასაც ვაკეთებ. აი ხო აქ, ხო? მე რომ მაგალითად ეს ამას ბიზნეს კუთხით შევხედო, მაშინ ამას თავი უნდა დავარქვა და სხვა რაღაცას კეთება უნდა დავიწყო. ხო, მაგრამ ეს არ მგონია სწორი იყოს რა. იმიტომ რომ რეალურად ამ საერთოდ რა არის
ეს არის მე მგონი შესაძლებლობა, აი ძალიან დავშვი კიდეც კითხვა რა, ეს შესაძლებლობაა თუ რაღაცა ის არის რა ქვია. ასე ვთქვათ, ბორკილებია რა, რაღაცა. ვიღაცისთვის, რა თქმა უნდა, ეს ალბათ ბორკილებია. მაგრამ მე არ ვარ მაგაზე თანახმარ, რომ ეს აუცილებლად ბორკილები უნდა დარჩეს ყველასთვის რა და რაღაცა უნდა შევიბოჭოთ ახლა ამით. რა პირიქით ეს არის ჩემი აზრით შესაძლებლობა, რომელიც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ანუ რისი შესაძლებლობაა? იმის შესაძლებლობაა, რომ რაღაცა რასაც შენ თვლი სწორად და რასაც შენ თვლი, ასე ვთქვათ, ფასეულად, ეგ გახადო უფრო მეტი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია. ანუ ამის კეთილშობილური თუ შეიძლება ეს სიტყვა გამოვიყენო, რა ვიცი, ამის კეთილშობილური მხარე არის ეს. და რა ვიცი, ეხლა თუ მაგალითად ისე მოხდა, რომ მე შენ თუ აი იმის კეთებისას ეს რა ვიცი ბიზნესად გექცა, ამ ზოგადად გაგიმარჯოს კი ბატონო, გექცეს ბიზნესად, მაგრამ ანუ ორიენტირება რაზე გაქვს, მაგას აქვს მნიშვნელობა და შეიძლება რაღაცა გარკვეული გავლენა კონდეს, მაგრამ ძირითადი მიზანი რაც არის, ეგ არ უნდა დაიკარგოს. ანუ როდესაც ზოგადად თვითონ ეს იდეა გაჩნდა ამ პოდკასტის გაკეთების, ამ გაცემების. კი. მე პირადად ის მომეწონა, რომ რეალურად რაღაცა სათქმელი, რაც გააქვს, შეგიძლია უთხრა ადამიანებს. ამ შემთხვევაში აი შენ მაგალითად ვაყოთ პროფესიული თვალსაზრისით, შენი ნაზრევი შეხედულებები შეგიძლია გაუზიარო თუ ვიღაცას დაინტერესებს, ძალიან კარგი. ვიღაც ნაცნობები იქნებიან თუ უცნობები რაღაცა ხელოვნების მიმართულებით, შეიძლება სხვა მიმართულებითაც მოიწვიო თავისი სათქმელი. კი, ეს არის ამის მხარე. და კიდე იცი რა არის, თან ამას ხო ისიც ახლავს, რომ ეს არ არის, ესე ძალიან მნიშვნელოვანია და კომფორტულია ძალიან. რა, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ლექციის ფორმის, ეს არ არის მაგალითად რაღაც სამეცნიერო კვლევის ფორმის, ეს არის საუბარი, თავისუფალი საუბარი. და თავისუფალ საუბარში ხო აბსოლუტურად ყველას შეუძლია შემოსვლა. და არ არის მაგალითად რაღაცა ეგეთი, ასე ვთქვათ, რაღაცა ფილტრი, რომ აი შენ მაგალითად აი რაღაც თუ ამის უნარი არ აქვს, მაშინ არა. არ პირიქით რა, ზუსტად ეს ფორმატი, ამ ფორმატის პლუსი არის იმაში, რომ აბსოლუტურად ყველას, ვისაც აქვს სურვილი საუბრის, ხო, ადგეს და ისაუბროს რა და რაღაცა არავინ არ უზის იმით, რა ქვია, რაღაცა კეტით რა, ან წკებლით, რომ აი რაღაცა ესეთი როგორ ჩამოაყალიბე, როგორ ვერ ჩამოაყალიბე აზრი და რაღაცა და რატო ორჯერ რატო თქვი ერთ იგივე სიტყვა და რაღაცა, არა, ნუ თავისუფალი ფორმა აქვს რა და ამ თავისუფალ ფორმაში ანუ თან ოღონდ თავის ნაკლიც აქვს, ამას უნდა ითქვას რა, იმიტომ რომ თუ რაღაცა აკადემიური ფორმატი თუ არის, აკადემიური ფორმატის პლუსი რა არის, აი ძალიან რაფინირებულია და ძალიან დიდი ცოდნა არის, ძალიან ლაკონურ იმაში მოწმობილი რა. და აქ მაგალითად შეიძლება რაღაც ლექციის იოს ლექციის სახე აქვს. აქ შეიძლება მე და შენ ვილაპარაკოთ ახლა საათნახევარი და ამ საათნახევარიდან მარტო ნახევარი საათი იყოს ღირებული, ან 20 წუთი, ან 5 წუთი, რა ვიცი. ანუ ბევრი ნაგავი გროვდება. აი ეს პოდკასტის ფორმატში ნაგავი ბევრი გროვდება, მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებლობას იძლევა იმისას, რომ თუ კაცი ადამიანი არ არის, ასე ვთქვათ, დახელოვნებული კონკრეტულ რაღაც ლექციის კითხვაში და რაღაც ესეს მოხსენებაში, აი ამ ფორმატში შეუძლია თავისი აზრი დააფიქსიროს რა. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ აი სოციალურ ქსელებში რაღაცა გარეკლამებული ფორმა საუბრების, გარეკლამებული რაღაცა სტილი და რაღაცა ყველა ვერ მოერგება, მაგრამ ყველას აქვს რაღაც სათქმელი. რა თქმა უნდა. ყველას თავის შეხედულებით მით უმეტეს ხელოვნებაში მოღვაწე ხალხი. თან მით უმეტეს დღეს, იმიტომ რომ ძალიან დუღილია რა. აი იყო პერიოდი აი სოციალიზმის დროს. ნუ სტაგნაცია იყო რა, ეხლა ვიღაცები კი წუხდნენ და
კარგათაც წუხდნენ და რაღაცას ნერვიულობდნენ სახელოსნოებში და ხატრებზე ვიძახიან. იყო რაღაც პროცესები, მაგრამ ძირითადად არ იყო მაგის. არც არავინ არ თხოვდა და პირიქით დაგიჭერდნენ კაცო რაღაცა ისეთი რო გეტყვა ცოტა ხალხმა რა. ხო და ეხლა პირიქით ეხლა ისეთი დრო არის რომ ისეთი ეპოქაა რომ პირიქით უნდა ისაუბრო რა. საუბრის და აზრთა გაცვლა გამოცვლის ეპოქა უფროა. შეიძლება ითქვას დღეს მაგალითად ვიდრე ის რომ ვიღაცა ადგეს და ის გათავოს რა 7 მეტრიანი ან 5 მეტრიანი ქვა და რაღაცა ეგ ეპოქა ჯერ არ დადგება ეგეც აუცილებლად იმიტომ რომ ეხლა არის დეკადენსი და დეკადენსია და ეხლა უნდა რაღაცა ის უნდა შეიქმნას რა პლატფორმა უნდა შეიქმნას რაზეც მერე დაშენდება უკვე რაღაცა გაკეთდება ანუ თეორიული საკითხია ფილოსოფიური ნაწილია მოსაწესრიგებელი ფილოსოფიური ნაწილი როცა მოწესრიგდება მე გამოჩნდებიან პრაქტიკოსები უფრო მეტად აქტიური პრაქტიკოსები დღესაც არიან რა თქმა უნდა პრაქტიკოსები და სულ იქნებიან მაგრამ დღეს ნაკლებად აქტიურები არიან და საზოგადოებაც სახელმწიფოც და ზოგადად აი რესურსები ნაკლებად არის მიმართული აქეთკენ იმიტომ რომ ის არის დეცენტრალიზირებულია რა დეორიენტირებულია რაღაცა აი ცოტა ყანყალებს რა ყველაფერი და მაგიტო და როდესაც დადგინდება ეგ მე სულ მაგას ვიძახი რომ ეგ დადგინდება აუცილებლად მე უფრო წამოვლენ ისეთ ტიპის ხელოვანები რა და ამასაც აქვს ხანგრძლივი პროცესი ან რეალურად თელი ეს დუღილის პროცესი შეიძლება ძალიან დიდხანს გაგრძელდეს დიდხანს გაგრძელდეს იყო ეპოქები ჩვენ ისტორიაში გვახსოვს ეგეთი ეპოქები რომ არ დამთავრებულა ეს ერთ-ორ წელიწადში და მაგრამ ახლა მაინც ბევრად დაჩქარებულია თვითონ პროცესები და ეს სოციალური ქსელებიც რაღაცა მიმართულებით აჩქარებს მოვლენების ისე შენ როგორ ფიქრობ აი მომავალი რანაირი შეიძლება ქონდეს მე ახლა მესმის რომ ეს რაღაც სულად ის იქნება რა ქვია ვარაუდები იქნება და შეიძლება აბსოლუტურად სხვანაირი იყოს მაგრამ ისიც ძალიან საინტერესოა რა ვარაუდი როგორია ანუ შეგრძნება როგორია იმისა თუ როგორ განვითარდება როგორ უყურებთ კი დღევანდელი ადამიანი რანაირად ხედავს ეს საინტერესო სხვადასხვა შეხედულებებია სავარაუდოდ ვიღაცებს სხვა შეხედულებები მაგრამ მე მაინც აი როგორ ხედავ როგორ განვითარდება რაღაც ესეთი წარმოდგენა მაქვს რომ ძალიან დიდ როლს დაიჭერს ეს ხელოვნური ინტელექტი და იმდენად ჩაანაცვლებს ბევრ კონტენტს ასე ვთქვათ ამ სოციალურ ქსელებში ზოგადად ნებისმიერ ინტერნეტ სივრცეში რომ ფაქტობრივად წაართმევს ყველას იმის საშუალებას რომ თავისი უშუალო შემოქმედება სოციალური შემოქმედება სოციალურ ქსელებში შემოქმედება რეალისტეს იმიტომ რომ თუ თქვათ მაყურებელს რაღაცა მოსწონს ხელოვნური ინტელექტს თავისუფლად შეიძლება იმის დაკოპირება, იმის ვარიაციების შექმნა, აი როგორც მაგალითად წეგან რო ლაპარაკობდი ქალის მოდელებს ქმნის ვირტუალურს, რომელიც იმდენად რეალისტურია, რომ ხალხს ეშლება უკვე, რომელი ნამდვილია, რომელი არ არის, უკვე ვეღარ არჩევს. შესაბამისად, ბევრ სხვადასხვა მოდელს რო შექმნის, ვიღაცას როგორ ვიღაცა მოწონს, ვიღაცას როგორ ვიღაცა და ყველას თავის გემოვნებისას შეუქმნის. ასევე სხვა აი რაც უნდა უცნაური იყოს ცხოველების ვიდეოებს აგენერირებენ და ამას წინათ შემხვდა დაგენერირებული ვიდეო ვეშაპი როგორ იკვებება რძით. და მე ვიღაცამ გააკეთა ვიდეო ხალხო ესო არ დაიჯეროთ ასეთი კი არ არისო ცნახე ექსპორტში ხო ეთყობა ძალიან დამბეჭდავია მაგის ყურება რა გავრცელდა კი აი რაღაც ეგ და ბევრი რაღაც ისეთი ვრცელდება არც კი გონიათ ვიღაცებს რომ ისე არ გგონია რომ აი რაღაცა აკრედიტაცია დაჭირდება სოციალური ქსელის
გამოყენება. ასე აქამდე შენ როგორ ფიქრობ მივა საქმე თუ არა? აი რთული სათქმელია, რატო იცი? თვითონ მოთხოვნა როგორ დადგება საზოგადოების მხრიდან, ეგ არის ცოტა გაუთვლელი. და რატო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, ყველას ხო უნდა თავისი რაღაცა თავისი სათქმელით რეალიზდეს, თავისი ხო, მაგრამ რაღაცები ზიანდება. აი, ადრეც მაქვს მეგონი შენთვის ნათქვამი. აი, ხო და აი დაუნთავრებ, აი რას ვამბობ. გაგახსენებ. ხო, როდესაც ეს ხელოვნური ინტელექტი ჩაუნაცვლებს, ხო, ანუ ეს რას ნიშნავს? შენ რო უყურებ რა დაგენერირებულ ვიდეოს, ქალისას, ცხოველისას, მანქანის, კიდე ვეშაპი, კიდე რაც გინდა, ხო? ვინც რეალურად მიდიოდა და მართლა ვეშაპს იღებდა, ხო? იმის ვიდეო უფასურდება. იმან აზრი დაკარგა. აზრი დაკარგა, ხა ის კაცი რატო წავიდეს და რატო გადაიღოს? ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა. კიდე აი უფრო სერიოზული პრობლემა რა არის? იცი, აი რაზეც გახსენებ მეთქი რო გითხარი. აი მაგალითად ეხლა ვიღაცას უნდა იტალიაში წასვლა. და იტალია, აბა ნახოთ იტალია როგორ არის და რაღაცას დასერჩავს რა. ნახავს და რას ნახავს, იცი? ვიღაცა ტიპი, აი რომელიც იტალია როგორია, მე ხა იტალიას ისე ვიძახი რა ფორმა. აი შეიძლება საბერძნეთი თქვა იგივე წარმატებით ან საფრანგეთი. ნახავს რა ვიდეოს, იცი? აი ვიღაცა ტურისტი ჩავიდა, რაღაცა ესეთი GoPro თუ რაღაც უჭირავს ხელში და აი როგორ ჩამოფრინდი იმ რომში იძახის და ჩამობოდიალდება კიბეებზე, გამოვა გარეთ და აქ რაღაცა ხე არის აქ თურმე მივა იმ ხესთან, მე აქ აქ რაღაც ქანდაკებები დგას. ნახეთ რა ლამაზი შენობაა და შეიძლება კოლიზეუმს უყურებს რა ვიდეოს და არც იცის ვაფშე კოლიზეუმს. ხო და ის ვინც უყურებს ისიც ხო ვერ ხვდება ვერაფერს. ანუ რა ფასი აქვს სიტყვაზე, რომის არქიტექტურას, ან ლანდშაფტს, ან რაღაცა, რა ვიცი, ხეს, ან ქანდაკებას, ან რაღაცას რა. არც იმან იცის, ვინც იღებს და რა თქმა უნდა, აღარც ამან იცის, ვინც უყურებს რა. და იკარგება ძალიან ბევრი რაღაც. ხო და ადრე როგორ იყო, ხო? ადრე იყო ენციკლოპედია, რომელზეც მუშაობდა, რავი, შეიძლება ერთი ინსტიტუტი მუშაობდა კი არა და რავი, უეჭველი, მეტი დაჟე კიდე რა. და აკეთებდნენ რაღაცას და ნახავდი იქ რა, რომ აი ეს ამადამ წელს აშენდა, ეს ამადამ წელს დაიგო, დაიხატა, გაშენდა და რა თავიდან იყო ამხელა, მე გახდა ამხელა, რაღაცა მე რაღაც ომი მოხდა და ეს ხიდი მაგიტომ არის აქ რომ ვიღაცები რაღაც ეგეთი ინფორმაცია იყო რა და ეს ინფორმაცია ეხლა გახდა გაწყალდა რა, დაიკარგა რა და ეს თუ გაღრმავდა მე საერთოდ შეიძლება იქამდეც კი მივიდეს საქმე რომ აი დღეს თუ ვიცით რაღაცა ფასეულობები საერთოდ გაქრება ფასეულობები ანუ იმიტომ ინფორმაციას ხო ფასეულობებს რატო ვიზახი იცი ინფორმაციას ხო ეგეთი უნარი აქვს რომ შეიძლება იყოს ფასეული ინფორმაცია და შეიძლება იყოს უბრალო ინფორმაცია და ეხლა ეგ გვაქვს ასე ვთქვათ იმაში რა ანუ კლასიფიცირება ჯერ კიდე გვაქვს დღევანდელ ადამიანებს რა ვიცით რომ ეს ინფორმაცია არ არის მნიშვნელოვანი ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაც ისიც ვაკეთებ და ეს მე მგონი მაგას აკარწყლებს და აუბრალოებს რა და თან ეს წამიერ გართობებზე ნუ ეგ გადართვა ძალიან ცუდი მას ქნის ზოგადად ხო მე მგონი ყველაზე თეორიაც მაქვს მოსმენილი რომ სკროლვა ეგრეთ წოდებულია სკროლვა არისო იმიდან აღებული რა აპარატი თამაში სლოტების აპარატის იმიდან არის არ არის გამოიწვეული რომ მართლაც მაგიდან რაღაც ანუ მოლოდინია რომ თითქოს აი რაღაც ეხლა ისეთი რაღაცა უნდა ამოვარდეს ისეთი ვიდეო რომ აი ეს იქნება ამ ვიდეოს ნახვით დაკმაყოფილდები და სხვათა შორის ისე უნდა ითქვას რომ რაღაც თვალსაზრისით ნეგატიურად თქონდა ეს ნეგატიური ნაწილია ალბათ აკმაყოფილებს ადამიანს იმიტომ რომ აღარ გიჩნდება მე სადღაც წასვლის სურვილი ან ბუნებაში გასვლის სურვილი ან რაღაცა რეალური ცხოვრების სურვილი აღარ უჩნდება რეალური ცხოვრების სურვილი რაღაცა ვირტუალური ვიდეოების ნახვა
აქვეითებს აშკარად. ბევრ სხვა სურვილებს. და აი რას ეძახე სეროტონინის თუ რაღაცა სიამოვნების ჰორმონის გამომუშავება აქვეითებს, იმიტომ რომ ამით გამოგიმუშავდება და რა არის ამისთვის მნიშვნელოვანია? რომ სინამდვილეში დაუმსახურებელი სეროტონინის ძიებაში არ უნდა ვიყოთ. ანუ შენ რაღაცისგან სიამოვნებას რო იღებ, ის დამსახურებული სიამოვნება უნდა იყოს. ბუნების ვიდეოს უცებ ნახვით კი არ უნდა ისიამოვნო, სადღაც უნდა წახვიდე მართლა და ის ნახო რეალობაში. როგორია და ეს ქანდაკება იქნება, ხელოვნების სხვა ნიმუში იქნება, თუ რაღაც ქვეყანა იქნება, თუ რა რეალური ცხოვრებით უნდა იცხოვროს ადამიანი, მაგის ცდილობა უნდა ქონდეს. მიუხედავად ხა ეს რა თქმა უნდა თეორიულად აია, მაგრამ პრაქტიკაში იქიდან გამომდინარე რომ ეს ძნელია, მე ეჩვევა ადამიანი ამ მარტივი გზებით ამის მიღებას. ამ სიამოვნების ჰორმონის და ფაქტობრივად აი როგორც თამაშზე დამოკიდებული ხდება ვიღაცა, ამაზე დამოკიდებული. ამ სოციალურ ქსელებზე და უშუალოდ ამ რაღაც სწრაფ ვიდეოებზე დამოკიდებული ხდება. და პირიქითაც ხო არის, ხო იცი? აი ერთი ტიპი ხო არის რომ უყურებს და მეორე ტიპი ხო არის ვინც დებს. და მე მისაუბრია ისეთ ტიპთანაც, აი ვინც ის არის რა, ანუ დამდები ვინც არის. და ისიც ძალიან იმას ძალიან დიდი ლონკებია. თუ არ დადო, აი რაღაც პოსტი თუ არ დადო, აი წულად რა. ანუ ისიც ფაქტობრივად შეჩვევას. იქ მეორე მხარეც შეჩვევას. იმიტომ რომ შეიძლება უფრო ძლიერსაც. შეიძლება, იმიტომ რომ ის რო დებს, ხო ისიც იმის მოლოდინშია. მე ამის რეაქცია საზოგადოების მხრიდან როგორი იქნება. და მე დაინტერესებულია რომ აბა როგორი რეაქცია ქონდა, აბა რა ამას უფრო მეტი ლაიქი ქონდა თუ იმას უფრო მეტი ნახვა ქონდა და მთელი ის არის რა ასე ვთქვათ. რაღაც ძალიან თავისებური უცნაური ფორმაა რა. ხო და ამიტომ რთული სათქმელია როგორ განვითარდება, მაგრამ მე მგონი ასეთი ტიპის ფორმატებს ხელოვნური ინტელექტი არ დააგენერირებს. აი ხა ჩვენ რო საუბრობთ თავისუფალი რაღაც საუბარი გვაქვს, შეხედულებებს უზიარებთ ერთმანეთს და მაყურებელს. უფრო ამ მიმართულებით უნდა გადაერთოს ზოგადად ადამიანი, რომ მეგობრებთან საუბარი, ახლობლებთან რაღაც თემების განხილვა უფრო მეტი ქონდეს, ვიდრე ისხდნენ და მარტო რაღაცა ისინი სკროლონ. და ამ მიმართულებით აი დღევანდელ ახალგაზრდობას რო დააკვირდე, ნაკლებად სოციალურია თითქოს, ვიდრე თუნდაც ჩვენ დროს, როცა ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით შედარებით და ეს ინტერნეტი უფრო ნაკლებ ათვისებული ქონდა. ფოტოშოპის ერთ-ერთი აი შეიძლება ხა დადებით ფაქტორადაც განვიხილოთ. ალკოჰოლის მოხმარება მცირდება. ხო, ალკოჰოლი ხო სოციალური. იმიტომ რომ უკვე სხვა რაღაცით იღებენ სიამოვნებას. და ალკოჰოლის ბევრი უარყოფითი ფაქტორი, მაგრამ ერთ-ერთი დადებითი ფაქტორი რაც იყო ამ სუფრის, ეს სოციალიზაციას ახდენდა ადამიანების. და თუ რაღაცა ადამიანურ ფარგლებში ხდებოდა ესა ბევრი დადებითი ქონდა. კი, რა თქმა უნდა. და ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით იტალიაში და იმაში რაც კვლევები იყო, რომ ოდნის პლანტაციებს იღებენ, იმიტომ რომ ღვინის მოხმარება დაეცა. ხო, არა და ევროპაში ძალიან მაღალია ღვინის მოხმარება.
იყო, ხო და ახალგაზრდებში ნაკლებად არის. გინდა არ გინდა იქაც სპეციფიკური ფორმა ქონდა, ხა ჩვენგან შეიძლება განსხვავებული, მაგრამ იქაც თავისებური სოციალიზაციის ფენომენი. არა, რაღაც ასპექტში იქ უფრო იყო მაგალითად აი განსაკუთრებით თუ ალკოჰოლს, ჩვენთან უფრო მეტად ისეთი ფორმა ქონდა და დღემდე აქვს უფრო აი რაღაცა ან თქვათ ოჯახში ხდება დალევა ან თუ მაგალითად რესტორანში მიდის ადამიანი იქ რაღაცით მაგიდაა და მაგის გარშემო შეдан და მან უფრო მეტად პოპულარული იყო ბარის ტიპის ის რა ბარში შედიხარ და რაღაცა ბარმენს რაღაც ისაუბრები ან თქვათ შეიძლება სულად დიწილად მარტო უფრო ჩრდილოეთში, მაგრამ აი იტალიაში იტალიაში უფრო ალბათ სამხრეთის მაშინ ეს თავისებური ღვინის კულტურა ჰქონდა, რომელიც საერთოდ ჩემი მეგობარი იყო გერმანიიდან ჩასული, გერმანიაში სწავლობდა რა, ქანდაკებაზე და სიმპოზიუმზე იყო ჩასული იტალიაში. და გერმანელებთან ერთად, თვითონ მარტო ეს იყო ქართველი. ხო და ეს უცნაური რაღაც მომიყვა, რომ იქაური ტიპი, ვინც მასპინძელი ვინც იყო რა, იმან რო გაიგო, რომ მე საქართველოსდან ვიყავიო, თავიდან იგონა რომ გერმანელებთან ერთად არის, გერმანელია რა და რო გაიგო, რომ საქართველოსდან ვიყავიო, მარტო მეო ჩუმად მითხრაო, რომ გამოდიო ჩემ ღვინოს დაგალევინებო რა. გავყებიო და თავის ღვინო გამასინჯო რა, რომ ეს ჩემი გაკეთებულია. ხო და თან მითხრა კიდეცო რა, რომ ეხლა ამათ ანუ ესენი არ არიანო ამის ვერ აღიქვავენო ეხლა ისე როგორც შენ აღიქვაო რა. და მაგიტომ დაგიზახეო რა. ეხლა ისინიც კი აღიქვავდნენ რა თქმა უნდა, რაზეა საუბარი, მაგრამ ამას ამის აზრი აინტერესებდა რა. იმიტომ რომ ეთყობა ამან ეგ ინფორმაცია ჰქონდა, რომ ჩვენც ვაკეთებთ ღვინოს და ჩვენც გვიამაყება, რომ აი ჩემი ღვინო როგორია, აბა ნახე ჩემი გაკეთებულია და ეგრე გაასინჯა და მეც ძალიან შეუქეო რა, რომ უი რა კაიაო და რაღაცა და ან გახარებული იყო რა. იმიტომ რომ ხო ჩვენ სამხრეთელები ზოგადად ერთნაირი სოციალური აქტივობები გვაქვს რა. გამომდინარე რაღაცა იმიდან რა, კლიმატიდან, მე კლიმატიზე გავლენას ახდენს კულტურაზე, მთელი რიგი ის არის დამთხოვებია. და ახლა დაიგო იქაც ეს. ხო, ამ სოციალური ქსელების ზოგადად ტელეფონის როგორც ისე ფენომენმა, რომ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, ყველაფერი შეცვალა. ანუ ახლა არც ვიცი ახლა უკვე რამდენად იშვიათი გახდა, რომ ვიღაცა რამდენიმე საათი ტელეფონს გადადევს და დაკავებულია სოციალური აქტივობით. გინდა სუფრა იყოს, გინდა საუბარი იყოს. კი ბატონო. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი არის ამ ციფრული ტექნოლოგიების განვითარების. აშკარად. ამიტომაც აი თავიდან რომ დავიწყეთ, რომ რეალობაში უფრო ნაკლებ სოციალური გახადა ადამიანი, ვიდრე სოციალური ქსელი ქვია და ადამიანს პირიქით აშორებს ადამიანისგან. აშორებს. ანუ იცი რა არის, რო შევაჯამო, გამაშუალებელი ხდება ურთიერთობაში. კი, აი რო შევაჯამოთ მაგალითად აი ეს ნაწილი რა, რომ რატომ არის ეგ ცუდი? ანუ სოციალურად რო აქტიური აღარ არის ადამიანი, ეგ საერთოდ ვიღაცამ დასოს ეკითხა რა და რა მოხდა მე რა პრობლემაა. აი მაგალითად რო უთხრა ის პრობლემაა, რომ მეგობარი აღარ გეყოლება, მე გეტყვის მე რა მეგობარი არ მეყოლება, წავალ და ვიყიდი რაღაცა თუ მინდა რა, მეგობარს არ ვთხოვ, ან თქვა მომსახურება მინდა რაღაცა, მომსახურებასაც ფულს გადავიხდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და აი საბოლოო ჯამში რომ დავსვათ ასე ვთქვათ ეგ კითხვა რა, რომ რატომ არის ჩაუნაცვლებელი სოციალურად აქტიურობა. რა არის ადამიანი, ალბათ მაგ საკითხამდე უნდა მივიდეთ. კი, ამ შემთხვევაში. კი ბატონო. ადამიანთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი რაღაცა ხდება. ხო? კი. და ამ ურთიერთობაში, როდესაც ციფრული ტექნოლოგია დგება შუაში და ამავე დროს ხარისხი ვარდება. შენ მასზე ხდები დამოკიდებული, ხო?
ხარისხი ვარდება რეალურად ურთიერთობა ის აღარ არის რაც უნდა იყოს ობიექტურად. ანუ გინდა ემოციური თვალსაზრისით, გინდა ინტელექტუალური თვალსაზრისით ხდება უფრო ეგოისტური, ანუ ძალიან შენ ინტერესზე დამოკიდებული, სხვისი გათვალისწინების დონე იკლებს. ანუ როგორც პიროვნება ადამიანები ერთმანეთს ისე აღარ უყურებენ, ანუ მის რაღაცა ნიღაბს ხედავენ. და ამიტომ ფაქტობრივად აი მნიშვნელოვან ადამიანურ მომენტებს აკარგავს. და აი ძალიან პრაგმატულადაც რომ შევხედოთ და რომ წარმოვიდგინოთ ადამიანი როგორც ფუნქციური ორგანიზმი, მის ფუნქციონალში რაღაცეები არ შედის და რაღაცეები შედის. ხო და აი პრობლემა ის არის, რომ რეალური პრობლემა არის ის, რომ როდესაც ადამიანი აკლდება რეალურ ცხოვრებას, მის ფუნქციონალურ ნაწილს ზიანი ადგება რა. და ერთადერთი აი თუ შეიძლება აი ძალიან ყველაფერი რო დავთმოთ რა და კი ბატონო, აი რო თქვათ რომ ეს არა უშუალოდ, აი მაგას ვერ დავთმობ რა. იმიტომ რომ ადამიანი არის რაღაცა ფუნქციური არსება, რომელიც დისფუნქციური ხდება უბრალოდ რაც უფრო პასიურია და თუ აქტიურია, პირიქით ის ფუნქციური ნაწილი თან 1000 წლეულები რაღაც ხო, რა თქმა უნდა, მაგმიმართულებით არის ჩამოყალიბებული. ახლა უცებ მოხდა ჩართვა ისეთი ფენომენების, რომელიც მანამდე საერთოდ წარმოუდგენელი იყო. ფაქტობრივად კი. და არ არის რეალურად ფსიქიკაც მორგებული. კი ბატონო. და შეიძლება ისეთი დაზიანებები მოყვეს ამ ფსიქიკის, რაც შეუქცევადი გახდება. და ამიტომაც გრძალავენ ახლა სოციალურ ქსელებს, მაგალითად, ბავშვებისთვის რამდენიმე ქვეყანაში უკვე აკრძალეს. და იმის პროპაგანდა მიდის, რომ მაქსიმალურად მოარიდონ, რადგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ბავშვები არიან. და აქედან გამომდინარე ეს ხო რაღაცა სიგნალია. კი ბატონო. და აი შენ რო თქვი მომავალში რა მოხდება და რაღაც რთული სათქმელია, მაგრამ ალბათ რაღაცა ტიპის მოთხოვნა დადგება, რომ შეიცვალოს ეს თუ არა და თუდად მიკვდის კოლექტიურად ყველას საქმე. ეს რო უკვე ყველასთვის თვალნათლივ დადგება ეს საკითხი. აშკარა. და ახლა როგორ უნდა აი ეგეც ალბათ სათქმელია, როგორ უნდა ავირიდოთ მაქსიმალურად თავიდან ნეგატიური გავლენა. იმიტომ რომ რა თქმა უნდა, რაღაც მარტო ნეგატიური ხო არა, დადებითიც თავისთავად აქვს და ისეთი რაღაცა, რაზეც ეს უარს სრულად ვერავინ ვერ იტყვის, იმიტომ რომ იმდენად დამკვიდრდა, როგორც ახლა ავტომობილზე უარს ვერ იტყვი. იმის თქმით რომ აი ფეხით სიარული და ცხენზე სიარული უფრო სასარგებლოა. რო თქვა, რა ცხენზე ვეღარ გადავჭდები. მე Facebook-ი ხო იცი რატო გავაკეთე პირველად. ირაკლი წავიდა საზღვარგარეთ რა და ირაკლი მითხრა რომ ის რა ქვია, რო ვიკონტაქტოთო, აი ეს ყველაზე ნორმალური ეს არის, აი ეს 2011 წელია, 2010 წელი, ძალიან დიდი. მართლა მეთქი და კიო, აი ეს არისო ყველაზე ისეთიო რა და მეც მაქო რა, გაკეთებულიო და აი მეც ვიკონტაქტოთო რა. აი მე ვცხარი. ანუ ძალიან სწორი ის გონდა რა ქვია, დანიშნული, ანუ ეგ ხო პლუსია მართლაც ახლა, იმიტომ რომ ადამიანი წასულია სანამ მარტო ტელეფონის იმედზე ყოფნა ნომერი უნდა ძალიან რთულია მე რიგ ნომერი აიღო უცებ სანამ იმ ნომერს აიღებ მე სანამ დარეკვა შეძლებს ანუ ძალიან რთული პროცესია რა ეს ამასთან შედარებით და თუ მაგალითად ეგრე მიუდგები და ეგრე გამოიყენებ მაშინ რა პრობლემაა მაშინ ძალიან კარგი მხარე აქვს მაგის და უბრალოდ გადამეტება ალბათ აი საბოლოო ჯამში ყველაზე ცუდი გავლენა რამაც იქონია, მე მგონი TikTok-ი. ხო, აი მე სიმართლე რო ვთქო, TikTok-ს
აი არც კი გადმომიწერია არა, მეც არ ვარ TikTok-ის მოხარებელი არა. TikTok-ის მოხარ, თუმცა უკვე ყველა სოციალური TikTok-ად აშკარად, ხო იძახიან ეს მსმენია, რომ კი, ანუ იმდენად ძალიან რაღაც თვისობრივი ტიპია, რომ ანუ ყველას იმგვანებსო რა, იმიტომ რომ ყველა მოწინავეა მაგ დეგენერატორებში და ანუ სხვების გადადის მაგით. იცი რა არის? თუ ანუ როგორც ყველაფერი აქაც ეგრეა რა. თუ ზომიერი იქნები მოხმარებაში, თუ მიზანმიმართული იქნები, საერთოდ არ არის არანაირი პრობლემა პირიქით. კარგი ფენომენია და ის არის. თუ გადააჭარბებ და თუ მაგალითად რაღაცა ზედმეტი მოგივა გადახრა ანიკით ანაკეთ, მე უკვე აშკარად პრობლემა ჩდება რა. და ანუ მე მგონი ყველაზე კარგი საშუალება ამასთან ასე ვთქვათ დაპირისპირების არის ის რომ სწორი სოციალური ურთიერთობები გქონდეს. ანუ არ დავკარგოთ მეგობრებთან იქნება თუ ისეთ ხალხთან ვისთანაც შეიძლება საუბარი, კონტაქტი, სოციალური ურთიერთობა და არ გადავერთოთ რაღაცა ზედმეტად ამ რაღაც ციფრულ სამყაროში. კი ბატონო. და ამავე დროს საინტერესო არის როდესაც მოგზაურობაში მიდიან, ან კონცერტზე მიდიან ადამიანები რაღაცა დავალებოთ ამ ტელეფონს თავიდანვე, იმით დატკბი, იმის გადაღება არ არის საჭირო. თუ რაღაცა კოლიზეუმის სურათი გინდა გადაიღო, შენ ნუ გადაიღე. შენ არ ახარ საჭირო. შენი თავის სურათი კი ბატონო, გადაიღე, კოლიზეუმის სურათი მოიღე, პროფესიონალი გადაიღე და თუ კოლიზეუმის საკამარისად არის რა. ისედაც. ასე რომ კონცერტზე რო წავლენ და იმას იღებდნენ. ხო, კონცერტს ტელეფონით. იმ კონცერტს ჩაწერ და მთლიან კონცერტს თუ გინდა ნახა. ამიტომ ორი რაღაცა, ანუ სოციალური ურთიერთობები არ დავკარგოთ და გავაგრძელებთ მაქსიმალურად. ფოტოშოპი რადგან ირაკლიზე ლაპარაკობდი შენ, ირაკლისთან საზღვარგარეთო იყო. Facebook-ი რაღაცა. აი ჩვენი მეგობარიან, ვინც მსმენელმა აიცის და ხშირად ხვდებით, საუბრობთ სხვადასხვა თემებზე. ანუ ეს ჩემთვის მაგალითად საინტერესო მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სოციალური უშუალო კონტაქტი არ დავკარგოთ. კი ბატონო. და როცა გვაქვს საშუალება ვისაუბროთ, აზრები ერთმანეთს გაუზიაროთ, რაღაცა ფორმალური იქნება თუ რაღაცა რეალური ცხოვრება არსებობდეს და არა მარტო ციფრული. კი ბატონო. გეთანხმები ორივე ხელით. ხო, და მეორე სადმე რომ მივდივართ, რაღაც იმის სურათების გადაღება კი არ ვეცადოთ. რაღაც იმ ადგილით არა, იცი რა არის, არა მე ამ შემთხვევაში იმაზე პრობლემა არ აქვს. მინას გადაიღებს. არა, ორიენტირება რაზეა მაგას გულისხმობ. ხო, მაგრამ აი მე რატო ვახსენე, იცი? მე იმიტომ ვახსენე ეგ რომ გადაიღოს რაც უნდა, მაგრამ უბრალოდ პრობლემა ის არის რომ მე სხვა ამის შესახებ ინფორმაციის ამეთიგებს რა. და ეგ არის ჩემი აზრით პრობლემა, რომ ანუ ის ჯობია რომ სხვა წყაროდან ნახოს ამაზე ინფორმაცია, ვიდრე ამის წყაროდან რა. არა ის იმდენად არასწორი დასკვნები. თორე ეს იმდენად ხელმისაწვდომია და მარტივია, რომ უნდა არ უნდა ამითიღებს ინფორმაციას და არა მაგალითად სხვა რაღაც. და ეგ არის. ანუ ჩემთვის ეგ არის პრობლემა თორე. ახლა კოლიზეუმზე ვის რა ფოტოა 30 წამიანი ვიდეოთი რაღაცა დასკვას. კოლიზეუმზე შეიძლება 1 საათიანი ვიდეო იქნება და არა მარტო ერთი. უამრავი იქნება წიგნები, ფილმები და რა ვიცი. მაგრამ ვინ უყურებს მაგას? ხო, რთულია რა. დაждდება კაცი და აი კოლიზეუმი და რაღაცა 30 წამიან ვიდეოს უცებ ნახავს და იფიქრებს რომ მაგით გაარკვია რა არის კოლიზეუმი და იტალია. ხო. ისა მე მგონი საკმარისია დღეს საკმარისად ვისაუბრეთ ამ თემაზე და ზოგადად მე ვფიქრობ რომ ეს ისეთი თემაა რომ შეიძლება კიდევ
სხვადასხვა კუთხით განვიხილოთ თუ სხვადასხვა ფორმით. და სხვა ეხლა შეიძლება სხვა შეხედულებები გქონდეთ უფრო ხო, ну ეგ ცხადია. სხვა კუთხიდან შეხედო. უბრალოდ ეხლა დღეს რადგანაც აღმოჩნდა რომ ის ვისაუბრეთ, რაც ვისაუბრეთ, მაგრამ მე არ ვთვლი რომ ეს თემა ამოწურულია, ამ თემის კიდე ძალიან ბევრი წახნაგია, რომელზეც შეიძლება აქცენტი ეკეთება და შეიძლება ჩვენი ერთადაც მოგვინდეს სხვა წახნაგის ასე ვთქვათ, გამოკვეთა და მე შემდეგში იმაზე ვისაუბროთ. დღეისათვის სულ ეს იყო, მადლობთ ყურადღებისათვის, ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ.